მოგესალმებით. პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება, აქ ისევ შეიკრიბენ მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ცივი ამინდია ბათუმში წვიმს. ამის მიუხედავად მაინც მოვიდნენ მოქალაქეები და ისინი ისევ იგივე მოთხოვნებით არიან აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა ფორუმი თავისუფლების მოედნის ინიციატივით ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის. ასეთი იყო ფორუმის სახელწოდება. აქ შეიკრიბნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს თუ რამდენად მძიმე ვითარებაა დღეს საქართველოში ამ იმ თემებს შორის, რაზეც აქ გამოითქვა მოსაზრებები, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროს შეზღუდვაზე, ცენზურის დაწესებაზე და განიხილეს მაგალითი, როცა ბათუმის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი იმის გამო, რომ წინასწარ გაჟღერდა ამ სპექტაკლზე შესაძლო განცხადების გაკეთების შესახებ, რაც უკავშირდებოდა პოლიტპატიმრების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო აქ საპროტესტო აქციები, მას შემდეგ რაც ოცნების პრემიერი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აქ საპროტესტო აქციები იყო უფრო მწვავე, იყო მარშები, იყო შეკრებები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, იყო საპროტესტო მსვლელობები სამმართველომდე, მას შემდეგ განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა პოლიცია აქტიურად ცდილობდა შეზღუდა აქციის მონაწილეები და მათ რამდენჯერმე არ მისცა ტროტუარზე სამანქანო გზაზე გადაადგილების საშუალება, გაჩერების საშუალება, ასევე ბათუმის აქციის მონაწილეები პროტესტის ერთ-ერთი ფორმის გამო, ზებრა გადასასვლელზე გადასვლა გადმოსვლის გამო დააჯარიმეს 5,500 ლარით, მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომლითაც შეიძლება მოქალაქის დაჯარიმება ზებრა გადასასვლელზე გადასვლა გადმოსვლის გამო. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ასევე ზურა ჭავჭანიძის დროშას. ზურა ჭავჭანიძე არის ბათუმის აქციების მედროშე. ის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ერთადერთი კადრი არსებობს მის წინააღმდეგ. ათონელის სასახლის ეზოში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ზურა ჭავჭანიძე ამ დროშით და როგორც ის უყვება მოსამართლეს სხდომაზე, სადაც მისი საქმე განიხილეს, ის მიმართავდა პოლიციას, ასევე აქციის მონაწილეებს, რომ არ დაეზიანებინათ ერთმანეთი, არ ყოფილიყო ძალადობა და მაქსიმალური სიფრთხილე გამოეჩინათ იმისთვის, რომ არავინ დაზიანებულიყო. შეგახსენებთ ასევე, რომ ბოლო პერიოდში დააკავეს ქართული ოცნების რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის არის პრემიერი, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი, მას დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზებას ედავებიან, ასევე საქმე არის აღძრული გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ, დაკავებული არის ასევე თავდაცვის ყოფილი პრემიერი გურჯულაძე. მას ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ესპანეთში შესყიდული სახლიც დაუყადაღეს და დაკავებულებს შორის არის ასევე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. საუბარია სამედიცინო აპარატის შესყიდვაზე, რომლის ღირებულებაც იყო 2 მილიონ ლარამდე, მაგრამ გადახდილია 3 მილიონი ლარი. ერთი მხრივ ოცნება საუბრობს იმაზე, რომ კორუფციას ებრძვის, თუმცა მეორე მხრივ მოქალაქეები აცხადებენ იმას, რომ ეს არის მოჩვენებითი და ძალიან ბევრი საქმე შეიძლება იყოს, რაც იმსახურებდეს საგამოძიებო ორგანოების ყურადღებას. მიუხედავად ამისა, ამ საქმეების გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ პარალელურად გრძელდება
დაკავებულების საქმეების განხილვა, რამდენიმე პოლიტპატიმრის საქმე სასამართლოში დასრულდა უკვე ამ საქმეების განხილვა და მათ ძირითადად მიუსაჯეს პატიმრობა და რამდენიმე დაკავებულის, მათ შორის ტროტუარზე დაკავებულების საქმეების განხილვა გრძელდება. მინდა გითხრათ ისიც, რომ ტროტუარზე დაკავებულებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც მიუსაჯა მოსამართლემ რამდენიმე დღიანი პატიმრობა ან ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერ წარმოადგინა სასამართლოში ისეთი კადრები, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ ვინმეს გადაადგილებას ტროტუარზე და იყო ასევე ისეთი კადრებიც წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სადაც კარგად ჩანდა, რომ მოქალაქე უბრალოდ იდგა ტროტუარზე და ფაქტობრივად არაფერს არ აშავებდა, ხელს არავის არ უშლიდა. იყო ისეთი პრეცედენტებიც, როცა დაცვის მხარემ და მოწინააღმდეგე მხარემ პოლიციამ ერთი და იგივე კადრი მიიტანეს, პოლიციამ როგორც მტკიცებულება, ხოლო დაცვის მხარემ მტკიცებულება იმისა, რომ ეს მოქალაქე არაფერს არ აშავებდა. მე ახლა შევეცდები, რომ გავესაუბრო აქ მყოფ პირებს, გავიგოთ მისი შეფასება. თემურს მინდა ვთხოვო ბათუმელების ლაივში გითხრას, აი ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალურია კულტურის შეზღუდვაზე საუბარი და ხშირად ეხმაურები მათ შორის პროფესორებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი ვერ წარმოედგინათ ასე თუ წარიმართებოდა ქვეყანაში ვითარება და მაგალითად დადგებოდა დღის წესრიგში ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. რას ეტყოდი ამ მოქალაქეებს, შენთვის რატომ არ იყო ეს მოულოდნელი და რატომ გიკვირს ხოლმე მათი რეაქციები? გამარჯობა, მოგესალმებით. მათ შორის იმ ხალხს, ვისაც პირად ბოდიში ჟარგონისთვის ამ სიტყვას ვიყენებ, სხვა სიტყვებად არ ესადაგება, ვისაც პირადი გიგო და შემოაგლა და ეხლა მითხრა რომ ვინ თურმე რაღაცა კოცები რაც არიან, ხო, მაგ ხალხს მე მგონი დიდად არაფერ ახალს ვერ ვერგო, იმიტომ რომ ვიღაცები ვინც აქეთ მხარეს ვგავართ, ზუსტად წლების წინ, აი მე პირადად მაგალითად მინიმუმ 7-8 წლის წინ ზუსტად ამას ვიხსნიდი, რომ მაგალითისთვის მომყავდა ხოლმე, რა ვიცი, აი ქუჩაში უხარისხო მშენებლობა რო არის და მშენებლობის თავზე ქვა რო დევს, ეს ქვა რო გადმოვარდება, დაბლა ნაცმაგაია რო ხოცმა გიჩმა თუ ვინ მას არ უყურებს, ყველას ხდება თავში. ზუსტად ესია საწვავზე რომ მithვარ ჩასასმელად, იქ რაღაცა შენ აპოლიტიკური ხარ, შუაში ხარ, არის მოციქი და არც კეთილი და მოდი აფად მოხსენ საწვავსო არის ძლებიან და არც მარკეტში არის ეგეთი ფასები, რომ აი მე პოლიტიკაში არ ვერევი ხალხი რო იძახიან, მაგრამ ხალხის საჭი ფასები არ შემოხვედრია მე მარკეტის თაროები. კი, ყველას, მათ შორის ვინც ახლა ამ ლაივს გისმენს და გონია რომ მას არ შეეხება, იმიტომ რომ ქართული ოცნების მომხრეა, ან იმიტომ რომ არავის მომხრე არ არის, ან იმიტომ რომ ამიტომ მილიონი მიზეზის ხალხი მინახია, კი. მაგ ხალხს შემიძლია ზუსტად უთხრა, რომ ყველას შეეხება, აბსოლუტურად ყველას, მათ შორის ზოგ ფიზიკურად შეეხება. აი მაგის მაგალითი არის აგი რაქროიჯ და თონი კერიჟვაზე და აი რაღაცა ბოდიში აწუხებს, მაგრამ ვერ გადამიღუნოთ რომ იძახდა და რომ იბრიქებოდა და რაღაცა რა ვიცი სასწაულებსა და საზღვრებს რომ იძახდა რომ აი ომი ვინ დაიწყო საქართველოსა და ომი ვინ დაიწყო უკრაინასა და რუსეთს შორის, საქართველოს და რუსეთს შორის რო არ იცოდა და ეს პროცესები და აი მაგ კაცს შეეხნენ ფიზიკურად და სიცოცხლეს გადაურჩა და აქციული არის თავის სამფლობელოსთან, ყველას შეეხებიან და ეს არის ძალიან ბუნებრივი ამბავი, ნუ გერმანელი ეროვნების მიღებული ებრაელი მწერლის ცნობილი ლექსია ერთი მარტინ ერებს რომ აი რაღაცა იმათ რო შეეხნენ მე არ უჭერდი მხარს ამათთან ყველას ეცოდნება ეს აი ეგ ლექსი უნდა გაიხსენოს ყველამ რომ შევთა რომ მოვიდნენ აღარავინ აღარ იყო დარჩენი კი აი თავიდან რო დაიწყეს ხოცებმა NGO-ებზე თავდასხმა ჯერ მედიათი დაიწყეს მედიებზე თავდასხმა რო დაიწყეს ყველა აკეთებდა და უყურებდა რომ არა უშავს რა თუ დაიხურება სიტყვაზე მაგალითად არის ბათუმელები მერე NGO-ებთან მივიდნენ მერე პოლიტიკოსებთან მივიდნენ ხოთროს იმ პოლიტიკოსებთან ვისაც ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესაც ლანძღავს და მაშინაც ლანძღავდა და ბოლოს აღმოჩნდა რომ ეს ხალხი თლათ ისეთი სალანძღავიც არ ყოფილა იმიტომ რომ არ არის მარტივი ომში იყო თან გიჭერდნენ ცემდნენ სპეციალისტები და თან შემხარეს ხალხი საკურანდა და საბოლოოდ მიედის ვიქრო აი გუშინ წინ დაიჭირეს მერიაში ისა ბულვარის
დათვი სამსახურში ვიღაც ადამიანი 500 ლარი თავის ამის გამო. იმიტომ რომ ის ადამიანი დარწმუნებული ვარ მე არ ვიცი მის სახელი ვარ ვინანი, მაგრამ Facebook-ზე რო გენახა სავარაუდოდ აი ესეთ ლაივებში ჩავყავდი. მე რა შენ ის იქიდან დასვიდან ალბათ გვაგინებ და თქვენ ვიქცეიტოთ, თქვენ ვიქნებოთ, და საბოლოო ჯამში მოუწია მაგასაც დაჭერა. კი, ყველას მოადგება ეს აკლემი ყველას ევროში დაიკითხება. ანუ ეხლა რო ავტობუსის ღირებულება 71 გახდა. იმ ავტობუსში რო ავდივართ, ხო არავინ არ გვეკითხება ჩვენ მის უჭერებას. ყველასთვის გაწვით. საწვავი ყველასთვის გაძვირდა, პული ყველასთვის გაძვირდა, შაქარი ყველასთვის გაძვირდა. ეს პირიბად ვისაც შეგვეხო ეგ. პირადად შეეხება ძალიან ბევრს, იმიტომ რომ სხვანაირად ისტორიაში არ არსებობს დიქტატორული რეჟიმის სხვანაირად ფუნქციონირება. არ არსებობს. აი მინდა გაჩვენო, ბოდიში თემურ, მინდა გაჩვენოთ კადრში, რას ეხმაურებიან აქციის მონაწილეები, იღებს პოლიციელი ფოტოებს, აქციის მონაწილეებს უღებს ფოტოებს. ახლა რაც ხდება, რაც თქვენ ლაივშიც ნახეთ, 400 რაღაცა დღეა და ესე ხდება. ანუ ადამიანი რომელსაც პოლიცია ჰქვია, რომლის ფუნქცია ყოველდღე იღებენ ფოტოებს, ხო? აი ისე არიან, თვითონაც ცხენიათ ხოლმე, ანუ დღეს ცოტა რაღაცა ასაკიანი გამოგზავნიათ, ის შემთხვევაში ბავშვებს აგზავნიათ და თქვენიათ ხოლმე ფოტოების გადაღება, ასე ატყობთ თქვენ აქციის მონაწილეები. უამრავჯერ ამ მაგალითად ფოტოებს როიღებს რაღაცა ტრადიციად დავაკვირდეთ ჩვენ ტაში უკრავთ ხოლმე და აი ისე ცხენიათ, წეღარ უნდა გენახა რომ ჩვენ რო ფოტოს ვიღებდით, იმასაც უნდა გადაღება, თან ვერის გადმოვიდა, თან გადმოვიდა რაღაცა ცვალობდა და მე რო შევამჩნიეთ, ჩაიმალა მაგას. აი ხო, ანუ რავი, ეს ადამიანი ალბათ მაქსიმუმ შეიძლება შეგეცოდოს, იმიტომ რომ ამ ადამიანს ხო თვითონ მასაც ხო არ უხარი, ამანაც ხო იცის რომ მისი უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებული ადამიანი, აი მილიარდერია და რა ვიცი, ამის უშუალო უფროსი იცი საპატიოში აჭარაში, რავი, მილიონებს ალბათ აკეთებს და ამას უბრალოდ რაღაცა 1000 ლარიანი ან 2000 ლარიანი ხელფასი აქვს, რომელსაც დაავალეს, რომ აი აქციაზე თემდა, რომ ფოტოა დაუღე და რაღაცა ეს გონია საქმე. იქნებ იმიტომ მცხვენია, რომ არ ეთანხმება შინაგანად მაინც ამას. არ შეიძლება იყოს ეს. მე აჩოის დასაწყისის აქციაზე რაც კარავი რო ქონდა აქ რამებს ვათანები აქ საკმაოდ ბევრი რამ გათანები და ხოთელი რამე რა უნდა ქნა კარავში და რა ძირითადად ველაპარაკებოდი პოლიციელებს მაშინ ჩემები რაკეტყალის ხატული გადაეღებოდა და პროგრამა პოლიციელებს განაგებდა და მაგრამ თელი რამე ადამიანთან ერთად ველაპარაკობ რაღაცა ცნება ეს საუბარი რაღაცა მეტოქესთან საუბარს და გადადის რაღაცა ადამიანთან პირადულ ამბებს და კი მათ შორის უამრავი პოლიციელთან ლაპარაკია მე რომელიც გულწრფელად მართლა გულწრფელად ჩვენ გულშემატკივრობ და ოღონდ აკრე დავამატებ იმას რომ ხვალ იმას დავალება რომ მოსვლა და შუბში დამაჭირდებდა ტყვიას ისე რომ არც კი დაფიქრდებოდა და ამას იტყოდა რომ მე რა ვქნა ძმაო უფროსმა დამავალ როგორ არის შესაძლებელი რომ რაღაცას არ ეთანხმებოდნენ მართლა გულით და ამაში აი შუბში ტყვით მიიღო მონაწილეობა როგორც შენ ამბობ და გავალა ანუ ის რომ უფროსი ჩვენ საბჭოთა ხაობაა ჩვენ ხო ვცინიათ რომ თავრობა რომ ამბობს ესე იგი ისია აბა ახლა შენ თავრობაზე გოუიცი ჩვენ ბაბუები დედიები ხო ესე გაიზარდნენ და ჩვენ ხო ამას მიიჩიჩინებდნენ და ამ ხალხსაც იმას ასწავლიან ახლა ეს რო არის პოლიცია ხო მაგრამ ამის პარალელურად ხო ყოველთვის იყო წინააღმდეგობა სინამდვილეში საბოლოო ჯამში ეს ერი რავი არც თემურლენგის დროს გადაშენებულა არც რაღაცა რა ვიცი პარსების დროს არც ოსმალების დროს არც რუსებმა ვერ გადააშენეს და კი ჩვენ არ გადავშენებით და ჩვენ აუცილებლად გამოდით ეჭვით არ მეყარება მაგაში აი აქ ვისაც ხალხს უყურება აი გუშინ უყურებდი თბილისის აქციას 400 რაღაცამდე დღეა და რავი რამდენი ადამიანი წივია ანუ სადღაც თქვენ ჟურნალისტთან თქვი მე მგონი რომ ამ ხალხს მაქსიმუმ შეიძლება დახბიტო და მოგჭა სხვა ვერც ვერ ანუ აქეთ ხარეს ადამიანები არიან გაზრდულად ტროტუარზე მიდიან თბილისში მიდიან და იციან რომ ადამი პოლიცია თუ მილიცია თუ რაც ქვია მაგას დაიწყეს აჩვენეთ იქეთ მხარეს ერთი კაცი რომელმაც იცის გააზრებულად მას შეიძლება რაიმე ზიანი მიადგეს არ თუ დაიჭირო რამე 2000 ლარიანი ხელფასი გვაქვს შეიძლება ისიც კი გაუწონ და რაიმეს გააკეთებს იმის დაშვებით რომ მან შეიძლება დაზიანოს არ არსებობს აი ეს მაძლევს იმის დაზუსტებით იმის საფუძველს და ჩვენ აუცილებლად მოვიდა ანუ აქეთ მხარეს ჩვენ სულიად გააზრებულად ვართ მსხვერპლზე მიუხედავად იმისა რომ
იმ ხალხს იკითხავს mesela 500 და 200 განადგურება. მშობლები მაგათი ბევრად კარგი პერსპექტივაც აქვს. ბევრად მეტად შეგვიძლია კარგად ცხოვრებაც და ბევრად სხვაგან დასასრულებელი გვაქვს ამ ქვეყანაში, მაგრამ არ ვაპირებ ასეთს. და მათ შორის ჩვენ აკითხავს, ვინც ავარ იმ ხალხისთვის რაც უძოლობს, მათ შორის ვინც ახლა მაგ კომენტარებში დაწერენ და მე შევაგინებენ, მაგათი უბრალოდ ვიცი რომ შევაგინებენ, მაგრამ უბრალოდ ვიცი რომ ეგ ხალხი, მაგ ხალხის თვალსაჩინო მაქსიმუმ ხდება იქამდე, რომ აი მე ვარ რაღაცა 150. აი შენი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროტესტი გვაქვს, აი ისაუბრეს ახლა იმაზე, რომ თუ უხარისხო შენებარე კორპუსიდან ჩამოვარდება ქვა, არ შეგვარჩევს ვის დაგვეცეს თავზე, ამაზე ისაუბრე. ძალიან ბევრი მიმართულებით უკმაყოფილება არის ქვეყანაში, სხვადასხვა შინაარსის აქციები არის. ახლა პროფესორ მასწავლებლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათაც რაღაც შეიძლება ცუდი მოუვიდეთ, გვაქვს ასევე ადამიანების აქციები, რომლებსაც ხელფასს არ უხდის დამსაქმებელი და ასე შემდეგ. რატომ ვერ ერთიანდება ეს პროტესტები? ანუ მაგალითად ამ აქციების მონაწილეებს არ აღელვებს თქვათ სადღაც ხარაგაულში მუშების პრობლემა ან პირიქით იმათ არ აღელვებს თუ რა ხდება? რატომ ვერ ხდება ეს გაერთიანება? მაგრამ თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. მაგალითად, ჩვენ გვახსოვებათ, აი პროფესორებმა, რომლებმაც ბიზნეს წერილი მიწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხმა, ბოლოს მიაყოლა ის, რომ აი ჩვენ შენი პრინციპი ვარ. და გახსოვებათ მაღაროელების აქცია, სადაც ჩვენმა პარტიამ, პირადად ჩვენმა პარტიამ ბევრჯერ ცადა მიღმა, ანუ რომ არ გამოუჩენილიყავით ისე, მათ ზიარი არ მისცემოდათ, რომ არ გამოუჩენილიყავით ისე, რაიმენად დავხმარებთ და იმ ხალხმა პირდაპირ რატომ არ უნდა გამოჩენილიყავით? ანუ რო არ დაგვეზიანებინა თვითონ ის ხალხი, რო არ ეფიქრავენ, მე რაღაცა პოლიტიკური დივიდენდების გამოვეხმარებით ჩვენ ამ ხალხს. მათაც რო არ ეფიქრათ, უთხარით რა ვიცი, რაშიც შეგვიძლია, რაც გინდათ ჩვენ დავეხმარებით, ისე რომ სულ არ გამოვიხმარებით, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ ხალხმა თვითონ რო არა ჩვენ პოლიტიკაში არ ვერებთ და მეორე იყო რომ აი ჩვენ მაცების ყველაზე არ დავგვიყვართ. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი. მათ შორის ეხლა ეგ პროფესორებიც, მათ შორის ყველა ის ვინც პირველად ახალად პოლიტიკაში შემოვიდა, ხაზარაძე პოლიტიკაში შემოვიდა იმ ვორდინგით, რომ ნაცები და კოქსები ერთად უნდა დაემარცხა. მარტივი მიზეზია ეს, რომ რუსულმა პროპაგანდამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გაუყაროს ადამიანებს, რომ ერთმანეთის მიმართ დაათესონ მზის. მე თემურ გოგაძის, რომელიც ნაცების დროსაც ნაცებში ებრძოდი, უსამართლო მაშინას მქონდა, მე უნდა დამამარცხოს, აქ გუშინ შევხვდა ერთი ახლა რო დეპუტატია ცნობილი ნაცეიშვილი, რომ ვარად იმის ადრე ნაცეიშვილი იყო, აი იმან ანზორა ბოლქვაძე უნდა დამამარცხოს, რომელიც რაღაცა ხუთი გზის ნაცების დეპუტატი იყო პარლამენტში. ანუ პროპაგანდამ ისე დაამკვიდრა ეს ამბავი, რომ ჩვენ რო რაღაცა ერთად დავდგეთ ნებისმიერი პრობლემის მიღება, იმ ხალხს იქეთ მხარეს, ვინც პოლიტიკაში არ არიან ჩართული, პოლიტიკაში ესეც რაღაცა გადატანით მნიშვნელობით ალბათ, ანუ ვინც ახლოს არ არიან რაღაც სიტუაციასთან, თქმაში ჩაუდეს, რომ აი ესენი რაღაცა ბოროტი ხალხი არიან, ნაცები არიან, რაღაცა უსამშობლოები არიან, იმფერები არიან, ამფერები არიან, ეს ერთი. ამიტომ იმათ გონიათ, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ, მაგრამ ხელფასი რო არა აქვს, ეს პოლიტიკის ბრალი კი არა, უბრალოდ რაღაცა სხვა ამბავი. ანუ ვერ შეიგნო ამ ადამიანებმა, რომ პოლიტიკა არის ყველაფერი, რაც შეიძლება ქვეყანაში ხდება. თუმცა ბენზინის ფასის პოლიტიკა არის, კოლის ფასის პოლიტიკა არის, შაქრის ფასის პოლიტიკა არის, განათლებას პოლიტიკა არის, ყველაფერი ეს რაც ხდება არის პოლიტიკა და ადამიანებმა ეს ვერ შეიგნეს და გონიათ, რომ აი მე პოლიტიკაში არ ვერები რომ გეტყვიან, პარალელურად აი დღეს ვწერდა ერთი მეგობარი, რომ აი მან პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ რაღაცა პრობლემა ჰქონდა და აი ამ პრობლემის მოგვარება უნდა. ერთი პრობლემა ეგ არის, ადამიანებს იცეს, რომ აი ჩვენ პოლიტიკაში არ შევიდეთ, იმიტომ რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პარალელურად პოლიტიკაში არის რა გია ვორსკი, რომელიც საბჭოთა კავშირის დრო 9 აპრილზე ხალხი რო რუსებმა ჯარმა დახოცა მაგროც იქეთ მხარეს იდგა, რუსების მხარეს, აი ეგ პოლიტიკაშია და აქეთ გვეუბნება, რომ აი ბინძური საქმეა თქვენ არ შევიდეთ. და მეორე ის რომ ადამიანებს დაუკარგეს პერსპექტივის აღმა, აი
მე რომ გამოვიდე და გავაპროტესტო რა მე რა შეიძლება არც არაფერი ამიტომ რავი დავზიანდები შეიძლება 5000 ლაუტას დამაჯარი მოდ შეიძლება დამიჭირონ კიდევაც ამიტომ რა ვიცი ავიტან ჯობია საბოლოო ჯამში აი ეგ არის ორი ძირითადი მიზეზი მაგის გამოსავალი არის ის რომ ადამიანმა აქეთ ჩვენ მხარეს ყველამ და სამწუხაროდ მე აქაც არის ეგეთი ბევრი და მათ შორის ბევრს ვხვდები რომ ან რომლებიც უყურებენ ამ ასახ რაღაცა ქვეყანაში ხდება როგორც პოლიტიკა. მე უყურებ პირიქით და სულ მოყავს ის მაგალითი რომ უკრაინაში ჯარისკაცები რო დგან აკოპში და იქეთ მხარეს თორს ისურიან. იმათ იციან რომ ისინი არიან რუსებთან ომში. ერთმანეთს არ იკითხებიან ვის უჭერ მხარს მოწეს თუ არა ზელენსკი რაღაცა ლიბერალი ხალხი კონსერვატიული ხალხი არა ერთმანეთს არ იკითხებიან ომში არიან და თობი უჭირავთ და იქეთაც მიმართულებით. აქეთ მხარეს ჩვენ ვიც ვართ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ გავიაზრეთ ეგ ორი რამ რომ ომში ვართ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ აქ ტყუილები არ ვცვა ომში ვართ და ომი მარტო არ არის ბომბით სხვანაირად ხდება ომი აი ის ომი რასაც ახლა ჩვენთან მოსოფია წარმოადგენს ბომბის მიღმა ტარდება და დაგვიყვო უკვე ჩვენ აქ თქვენ უბრალოდ ვერ გავიაზრეთ რომ ომში ვართ და ომი გვაქვს ერთად მოსაგები ომს ვერ მოიგებს ვერც მარტო ჟურნალისტი ვერც მარტო პოლიტიკოსი ეგრეთ წოდებული მე არ მგონია რომ პოლიტიკა არსებობს ვერც ვერავინ სხვა ომი არის ყველასი ერთად მოსაგები მათ შორის ექიმის მსახიობის აი ზიამაურობებს სულ არ იყო პოლიტიკოსი სულ არ იყო ჟურნალისტი იყო თავისუფლად საკუთრება რა ვიცი სანდრო ჩიჩინაძე გაგვარია ეს სულ არ იყო პოლიტიკოსი გაჭირებდა მის ახლა ციხეში ზიანი ას რაღაცა ადამიანია დიდი და საერთოდ არ იკარებია. ყველა თავის პროფესიულ საქმიანობაში იყო. საერთოდ არც ერთ მზია ამაღლებას ალბათ ცხოვრებაში გულში არ გოვარდა რომ რაიმე პოლიტიკასთან გაგარებოდა. საერთოდ არ უნდა პოლიტიკა იმადან ეს უბრალოდ იცოდა რომ ეს არ არის პოლიტიკა ეს არის რუსსა და ქართველს შორის ამბავი და საერთოდ აქ როგორც ეგ მზია ამაღლობებს აქ გააზრებული და გაწმენდებული ისე არა აქ აკეთებს და ყველა ჯერ კიდევ უწევს სასამართლო ამბავია რაღაცა ისინი ლიბერალები არიან ისინი კონსერვატიულები არიან რაღაცა იმას თანამდებობდნენ ამათაც თანამდებობდნენ და ახლა რომელსაც უნდა იმან გეიმარჯოს ჩემთვის მაინც არ არის შეიძლება ეგ არის სამწუხაროდ გამზარდი და ჩვენ აქეთ ეს ეგ ჯერჯერობით კიდევ ვერ გადავლახეთ მაგრამ გადაილახება იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი მარკ პროფესორობის მაგალითიდან ჩანს რომ ყველა შეერთებიან და ეგენ საბოლოო ჯამში ყველა გადაწყვეტს რომ არ არის ეს ამბავი პოლიტიკა ეს არის რუსული საქმე მადლობა როგორც ხედავთ, გრძელდება საპროტესტო აქცია. თემურ გორგაძე საუბრობდა ჩვენთან ლაივში, ის ბათუმში გირჩს წარმოადგენს. მე ახლა შევეცდები, რომ აქ შეკრებილებს, რომლებიც მოვიდნენ მიუხედავად ცივი ამინდისა და წვიმიანი ამინდისა, შევეცდები, რომ გავესაუბრო კიდევ რამდენიმე მათგანს. რომას ხედავთ, მინდა ვთხოვო ჩვენს ლაივში რომ ისაუბროს, ასე დავიწყეთ თუ შეიძლება. რომა, ჩვენთან საუბარში ხშირად აქცენტირებდი, რომ პოლიტიკოსები უნდა დაელაპარაკონ საზოგადოებას და უფრო მკაფიოდ, კარგად უნდა აუხსნან რა ხდება ამ ქვეყანაში და როდესაც ყოველ დღე დგას საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების ნაწილის, მათ შორის პარტიების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუსტად უნდა უთხრათ, აუხსნათ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამას გვეუბნებოდი და ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კულტურის და განათლების სფეროები, ანუ გაფართოვდა ეს წრე, ვინც პრობლემაზე საუბრობს და ახლა უკვე განათლების სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ. დღეს ფორუმი ქონდა თავისუფლების მოედანს, სადაც საკმაოდ მართლა მკაფიოდ გამოითქვა მოსაზრებები იმაზე, რომ ძალიან ცუდად არის საქმე. როგორ ფიქრობ, ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდება თუ რაღაც კიდევ დარჩა სათქმელი? კარგი შეკითხვებია, ნამდვილად, ძალიან საინტერესო და პირველ საგრძელო დასაწყისისთვის პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი, ძალიან მცირე ჯგუფია, ჩვენ და სამწუხაროდ ნამდვილად უხსნის საზოგადოებას, ეუბნება რა ხდება, როგორ ხდება, ამ მდგომარეობად როგორ მივედით, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ პოლიტიკოსების მეორე ჯგუფი თითქმის არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას უფრო მეირად აუხსნას. ეს გარკვეული მცირე ჯგუფი, რომელიც უხსნის და ხსნის რა ხდება ქვეყანაში, ეს გამოდის, რომ საკმარისი არ არის.
და მცირე რაოდენობის ინფორმაცია, ანუ ესე თქვა და ვინც მეორე მხარეა, რომელიც არ პასიურ პოლიტიკოსებს ნაძვის გულისხმობს, რომელიც არ მონაწილეობს ამ პროცესში, ამ ახსნა განმარტების უფრო ინფორმირების კუთხით, ანუ ეს ნამდვილად ნეგატიური მხარეა და კარგი იქნება თუ პოლიტიკოსების, არა მარტო პოლიტიკოსების, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების და აქტიური მოქალაქეებიც კი უნდა იყოს უფრო მეტად ჩართული. ანუ აი მაგალითად მე და ჩემი მეგობრები, ჩემი კარგი ნაცნობი სამოქალაქო აქტივისტები ან თქვათ პოლიტიკოსები მეტად უხსნის საზოგადოებაში რა ხდება და როგორ ხდება, თუმცა არ არის საკმარისი. რამდენადაც ხვდები. და მეორე მხარეა, რომ გარკვეული ჯგუფი ჩვენი მოქალაქეების იმდენად კომფორტში არიან, რომ თქვენ გამოსაც არც უნდა ხვდებიან ქვეყანაში რა არის, როგორ მდგომარეობა, მაგრამ აქედან გამოსვლა არ უნდათ და ესე ძალიან სამწუხაროა, თუმცა ადრე თუ გვიან მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ეს ადამიანები ჩვენთანაც დადგებიან და უფრო აქტიურად იქნება, რაც აი იმედს ვიტოვებ, რომ გარდამტეხი როლს შეასრულებს. ანუ რაც შეეხება მეორე მხარეს, თქვენ ახსენეთ, რომ ჯგუფები ფართოვდება და ეს ნამდვილად ესეა. ჩვენ ვნახეთ ხო იმ ხელოვნების მონაპოლების ჯგუფები და თქვათ განათლების სფეროს წარმომადგენლები ადრე რამოდენიმე თვის უკან ბევრად უფრო პასიურ მდგომარეობაში იყვნენ, ბევრად უფრო ნაკლები იყვნენ, ვიდრე დღეს. ეს ბევრად უფრო მეტია წარმოდგენილი და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ჯგუფები კიდევ უფრო გაიზრდება. ეხლა ნამდვილად კარგი შეკრება იყო თბილისში, რაც გაკეთდა. სამოქალაქო ჯგუფები, განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიგრძნენ, ისაუბრნენ, მათ შორის მომავალზეც ისაუბრნენ, რა შეიძლება და როგორ შეიძლება იყოს და მცირეა მაინც, რაც არ უნდა იყოს, მაინც ნაკლებია ჯერჯერობით, თუმცა ეს უნდა გახდეს რაღაც დონეზე იმის ტრიგერი, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტად გავაქტიუროთ. ესე სახლში ჯდომა და სხვის ხარჯზე ყოფნა, თუნდაც ამ ადამიანების ხარჯზე ყოფნა და იმ პოლიტპატიმრების, იმ სინდისის პატიმრების ხარჯზე ყოფნა არის უსინდისობაა, მე ესე მგონია, იმიტომ რომ ყველა თავის წილს და თავის როლს არ შეასრულებს, რომ ჩვენ არც დემოკრატიული ქვეყანა ვიქნება, არც ევროპული ქვეყანა და ადრე თუ გვიან ყველა შეეხება აი დღევანდელი რეპრესიები, რაც მიდის ქვეყანაში და რამდენად სამწუხარო უნდა იყოს, ეს რეპრესიები კიდევ უფრო და უფრო იზრდება. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის რეჟიმებში, ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ბელარუსში და ასე შემდეგ, ანუ იმ ადამიანებსაც კი შეეხოთ, იმ ოჯახებსაც კი კაცრად და მძლავრად შეეხოთ ის რეპრესიები, რომლებიც არაფერს არ აკეთებდნენ და სხვის ხარჯზე იყვნენ, სხვის ხარჯზე უნდათ დემოკრატიული ქვეყანა, ლიბერალური განათლება, კარგი და შემდეგ. ჯამში იმის თქვა მინდა, რომ საზოგადოებას მინდა მოუწოდოთ, რომ ვიდრე თქვენთან მოვა რეპრესიები, ვიდრე თქვენ შეგეხებათ, ხო ანუ უნდა გამოხვიდეთ, უნდა მოიღოთ, შეიძლება აქ ვერ გამოხვიდეთ კიდევ, ან Facebook-ში დაპოსტეთ, ან მეგობრებს ესაუბრეთ. ყოველ შემთხვევაში ესე პასიურ რეჟიმში ყოფნა ნამდვილად არის კარგი, არც ჩემთვის, არც თქვენთვის და არც თქვენი ახლობლებისთვის. ადრე თუ გვიან ეს პრობლემები ნამდვილად შეიქმნება. ანუ იმ ფონზე, როცა მაგალითად ჩვენ არ მოგვისმენია, ხო, იგივე განათლების სამინისტროსგან, რომ რაღაცა კვლევები და ანალიზი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა გაუქმდეს მე-12 კლასი და რა შედეგი უნდა მოგვიტანოს კარგი, თქვათ, განათლების რეფორმამ. ასევე პროფესორები საუბრობენ იმაზე, რომ აბა გვაჩვენეთ კვლევები და ანალიზი, რის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ეს ორი უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს და ასე შემდეგ. ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყეთო და ოცნების შიგნითაც გაჩნდა ხო რაღაც გარკვეული შიში, რომ აი ხვალვის შეეხება კაცმა არ იცის თქვათ, ხო? ეს არ ქმნის იმის განცდას საზოგადოებაში, თქვათ, რაღაც სფეროებში, რომ ან ყველაფერი უნდა იყოს სწორად, ან
ან თქვათ შეიძლება ხვალ ეს ჩემთანაც დატრიალდეს ეს ამბავი. ეს განცდა ჯერ კიდევ მკაფიოდ არ გაჩნდა? სიმართლე რომ თქვათ, აი კვლევებზე გაგნობილ გადაწყვეტილებებს ოცნების მმართველობა არის. არ ბევრი მე ყოველ შემთხვევაში ამისმენია მსგავსი რამ და არც მინახე, იმიტომ რომ მე პარლამენტში მონაწილეობის საკრებულოშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, მაგრამ აი მსგავსი რაღაცა კვლევაზე, მეცნიერებაზე პროცესზე ეყრდნობა რაღაც საკითხი და ან მეცნიერებაზე უნდა რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ჩემს პრაქტიკაში მსგავსი არაფერი არ მქონია. ხოლო 2016 წლიდან, ანუ 10 წელი მე ესე პარლამენტში და საკრებულოში ჩართული ვიყავი აქტიურად, მაგრამ მსგავსი ტიპის რაღაცა დამადასტურებული უტყუარი დოკუმენტი მე მაგალითად არ მინახია და მით უმეტეს მაშინ აი რას გეკითხებით იცით? აი მაგალითად მე მაქვს რაღაცა ვთქვათ ორგანიზაცია, სადაც ყველაფერს ვცდილობ რომ გავაკეთო სწორად ზედმიწევნით და რაღაცა ვამონიტორინგებ, აუდიტს ვაკეთებ, ასე შემდეგ, ისე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მექნება განცდა რომ ჩემთან არაფერი ცუდი არ მოხდება, ვთქვათ, არ დაიწყება რაღაც რეპრესიული მოქმედებები, გვაქვს ამის გარანტია? არა, არნაირად და აი ვიდრე თქვენს შეკითხვას მიუბრუნდებოდი, უნდა დავასრულო ასე, მაგალითისთვის აი ბოლო გადაწყვეტილება, ხონო ავტობუსებზე ფასების გაზრდა, ხო, სამგზავრო ბილეთის ფასების გაზრდა, ხონო. მოხსენებელი მივიდა საკრებულოში და თქვა რომ აი რაღაცა გაიზარდა და ამიტომ გავზარდოთ რა, ანუ რაღაცა აი კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხო, ანუ გავლენას როგორ რას მოხდება, როგორ მოხდება, მსგავსი ტიპის ჩვენ არ გვინახია, ხო, აი მაგალითისთვის, ანუ ამან შეიძლება 71-მდე გაზრდა, ხო, ანუ შეიძლება უკუ ეფექტიც კი მოიტანოს, არ მოიდგინა, აი უფრო მეტი ადამიანი აღარ გადაიხდის, ვიდრე აქამდე იხდა 31-ს და საერთოდ ჯამში ჩვენ რო შევაჯამოთ, ანუ 30 თეთრი გადახდილი ბევრად უფრო მომგებიანი და ეფექტური შეიძლება ყოფილიყო ვიდრე დღევანდელი 71. ანუ ამასთან დაკავშირებით აი ამის გავლენა კვლევა მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია და შესაბამისად გადაწყვეტილებებს ასაც იღებენ, ხო, ანუ ჩვენ აი დემოკრატიის ინდექსშიც კი ვხედავთ ამ გადაწყვეტილებებს, რომ ყოველი 10 გადაწყვეტილება 7.5 გადაწყვეტილება არის არასწორი და არაეფექტური. შესაბამისად ვარ იქ, სადაც უნდა ვიყოთ რეალურად, ხო, წარმოიდგინე 10-დან 7.5 გადაწყვეტილება არასწორია, უკვე არ არის ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ხო, მივა თუ არა? კი, ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა, იმიტომ რომ ბელარუსის მაგალითი რუსეთს თავი დაავანებენ. ბელარუსის მაგალითი არის ყველაზე კარგი ამაში, რომ იქ ადამიანები ბევრს ვიცნობ, იქ კარგი ნაცნობები ყავდა, მიყვებოდნენ ბელარუსელი აქტივისტები, რომ იმ ადამიანებსაც კი შეეყოთ, მათ შორის პროსამთავრობო ორგანიზაციებსაც კი შეეყოთ ბელარუსთან ლუკაშენკოს რეპრესიები და მათ თავიდან ბოლომდე იგონებდნენ, მათთან არაფერი არ მივიდოდა, მათ არ შეეხებოდათ და ადრე თუ გვიან, აი ფაქტია, უკვე აქსიომად არის მოქცეული, რომ ყველა დიქტატურულ ქვეყანაში ან არადემოკრატიულ ქვეყნებში ადრე თუ გვიან რეპრესიები მივა ყველას და თავიდან ბოლომდე ექნება ამას ნეგატიური გამოვლენა საერთაშორისო. ეხლა დღეს ადამიანები ფიქრობენ, რომ აი მე არ გავალ აქციაზე, ან ხმას არ ამოვიღებ და მე არ შემეხვდა. საქმე ის არის, რომ ეს არსად ესე არ მოხდარა რა, ყველას შეეხო საერთო ჯამში, მათ შორის წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ადამიანები ჩუმად იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, იმათაც კი ეხებოდა და უამრავი მაგალითი არსებობს იმისთვის, რომ აი ხმის არამოღება, პასიურად ყოფნა, სხვის ხარჯზე უკეთესი ცხოვრების მოლოდინი ადრე თუ გვიან მაინც უდად თავდება. ერთი კითხვაც, რადგან გიმუშავია ბევრ პროექტზე, ამონიტორინგებდი საკრებულოს საქმიანობას და ასე შემდეგ, ცვლილება შემოდის გრანტების შესახებ კანონში და აი მართლაც შესრულებადი რომ იყოს, ძალიან დიდ მასშტაბს მოიცავს, ხო? ამისთვის ალბათ რაღაცა მართლაც რომ ზუსტად ისეთი კონტროლი გაწიოს, რასაც ითვალისწინებს შინაარსი, ერთი დიდი სტრუქტურა დასჭირდება ალბათ. რისთვის არის სინამდვილეში საჭირო ამ ცვლილების შეტანა? უფრო იმათთვის, რომ ახლა წარმოიდგინეთ, ორი მხარეში რა გავყოთ ეს ნაწილი რა.
აგენტების კანონის მიღებამდე NGO სექტორში მათ შორის იყო ხოცების ხარდაჭერი ადამიანები დასაქმებული და მათ შორის იყვნენ ოცნების ხარდაჭერი ორგანიზაციები, ანუ რაღაცას უправებდნენ, რაღაცას ხარს უჭერდნენ და ასე შემდეგ და როდესაც უკვე და რაც ჩვენ და სამწუხაროდ მათ შორის გრანტებს ისინი დასავლური ორგანიზაციებიდანაც იღებდნენ. შესაბამისად ამ კანონის შემოღების შემდეგ უკვე ეს კანონი უკვე მათაც შეეხო და საერთოდ ჯამში ერთი ნაწილი გრანტების ახალია სამთავრობო გრანტები ზუსტად რომ ამ საზოგადოებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ამ ადამიანებს შენახვა ჭირდებათ, რომელსაც მათი მხარდაჭერა აქვს, ის გაუправებს, ეს კარგს იხდის, საერთოდ ჯამში პროპაგანდაში მიიღებს მონაწილეობას და ზუსტად ამ ადამიანებისთვის უნდა იყოს ეს მხარე და მეორე ნაწილი კიდევ თქვათ ეს ერთი მხარე რაც შეიძლება შეავსოს, ანუ მიმართოს ოცნებამ გრანტები და მეორე მხარე საზოგადოების სხვა ნაწილი შეიძლება მარჩის პარტიული იმ ნაწილზე სადაც ეუბნება რომ თუ რამეს მიიღებ მე შემათანხმე მე უნდა დაგთონება. აი ამაზე რომ ბატონო ხა წარმოიდგინე ჩვენ რო მივიღოთ რაღაც გრანტი, ანუ ჩვენ და შევუთანხმოთ და მან აპრიორი იცის უკვე რომ ჩვენ მისგან დამოუკიდებელი ვართ და მისი მონიტორინგი უნდა გამოხორციელოს. თავიდანვე ვიცით რომ ჩვენ არ დაგვეთანხმება, არ მოგცემს თავს. აი თქვენ თუ მოგინდებათ გააგრძელოთ საკრებულოს მუშაობის მონიტორინგი მაგალითად, რამდენად რეალურია რომ არა რეალურია და ჩვენ ამიტომაც ჩვენი ორგანიზაცია უკვე აღარ არსებობს ზუსტად ამიტომ რომ ჩვენს აღარ შეუძლია არავის გრანტი მოგვაწოდოს, გრანტი მოგცეს, გრანტი მიიღოთ საერთო ჯამში, იმიტომ რომ ამას ოცნება არ დაეთანხმება, იმიტომ რომ წინას არ ვიცის უკვე ოცნება, რომ მათ მონიტორინგს ვაპირებ, მათ შეფასებას ვაპირებ, მათი ცუდად გაკეთებული საქმეების საჯაროდ საუბარს ვაპირებ და ამიტომაც არ გააკეთებს. ამ გრანტებს თავის სამთავრობო გრანტები რაც იქნება, ანუ ოცნების გრანტები დავარქვათ ამას თავიდან ბოლომდე ზუსტად ვიცით რომ მიმართავს მისი მხარდამჭერების მიმართულებით, ანუ ოცნებებას გავლენა ვიზაც გრამმართლებაც ექნება მაგალითად, ხო? აი იმათზე იქნება, იმათ დაეთანხმება პრობლემები, იმიტომ რომ ზუსტად ის რომ მასე გავლენა აქვს, ის ხმას არ ამოიღებს და აი ისეთ განსაკუთრებულს და კრიტიკულს ის არის. საერთოდ ჯამში ხანუ ოცნებამ ჩაახშა თავისუფალი სიტყვა ჩაახშა, ანუ ამის გამო მე მაგალითად წლების უკან მე გამოდიოდი და ჩემი კოლეგები გამოდიოდნენ და ესე ხიათ ამბობდნენ თქვენ რაღაცა სულად აკეთებთ ეს არასწორად აქვს, ან მაგალითად ხარჯები იყო რაღაცა არასწორად უკეთესად შეიძლება მართული იყო ამას უკვე ვეღარ ანუ ჩვენ კი ვიტყვით ამის საშუალება რო გქონდეს, მაგრამ ის ადამიანები ვისაც ამას დააფინანსებს ის ორგანიზაციები ამას არ იტყვიან, იმიტომ რომ თავიდანვე იციან რომ თუ ახმას ამოიღებენ რამის იტყვიან, ან კრიტიკული იქნება, შენიშვნა იქნება, ეგრევე ჩაუხსნიან გრანტებს და ამით დამთავრდება. შეიძლება ამითაც არ დამთავრდეს. შესაძლოა ამითაც არ დამთავრდეს. მადლობა. რომა დოლოვერიძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. ის ბათუმის აქციების მონაწილეა. როგორც ხედავთ, ცუდი ამინდის მიუხედავად საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქ არის ზურა ჭავჭანიძის დროშა. ის არის დაკავებული 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. ეს ქვეყანა ჩვენია. ის ბანერი გამოფენილია აქ თითქმის ყოველ დღე საპროტესტო აქციაზე. მე ამით გემშვიდობებით, როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა რომ მოყურეთ.